ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყება კლინიკური მახასიათებლების მიხედვით არ შეიძლება. ანუ მე გავცივდი, სიცხემა აქვს, ხელი მტკივა და ეხა ანტიბიოტიკს დავლევ და სეფსისი არ დამემართება, ეს არასწორია. ეს არ გვაზღვევს ამისგან. ეს მაინტერესებდა. მეორე რასაც გვიკეთებს, გაგვიზრდის ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობას და შეიძლება დაგვიზიანოს ორგანო. იმიტომ ვირუსულ ინფექციას ანტიბიოტიკოთერაპია არ სჭირდება. ვირუს ანტიბიოტიკი არ კლავს. შესაბამისად კიდე დაუბრუნდები, ასე ვთქვათ, ჩემს პირველ ნათქვამს, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს ექიმის დანიშნულების მიხედვით და თუ მივდივართ ანტიბიოტიკოთერაპიაზე, ჩვენ გვჭირდება, ანუ clinical judgment-ი, ეგრეთ წოდებული, ანუ მარტო კლინიკური სურათი არა, პაციენტი ცუდად გრძნობს თავს, ნუ აქვს სიმპტომები, ტემპერატურის მატება, ხველა და ფიქრობთ, რომ შეიძლება მას ჰქონდეს პნევმონია, ყელი აქვს გაცივებული და ამის გამო აქვს ტემპერატურა მომატებული, ან საშარდეგზების ინფექცია აქვს, შარდვა უჭირს და ამის გამო აქვს ტემპერატურა. მას აუცილებლად უნდა თან დავართოთ ლაბორატორიული მონაცემები და ეს არის როგორც სპეციფიური, ასევე არასპეციფიური მარკერები სეფსისის. არასპეციფიური მარკერები, ნუ სისხლის საერთო ანალიზით შეიძლება ვნახოთ მომატებული ლეიკოციტები, მარცხნივ გადახრით ფორმულით, C-რეაქტიული ცილის მატება, მაგრამ მის სპეციფიური მარკერი არის პროკალციტონინი, რომელიც აუცილებლად უნდა გაიკეთოს პაციენტმა და დავწუნდეთ, რომ ნამდვილად აქვს თუ არა, ასე ვთქვათ, სეპტიური მდგომარეობა. და პლუს ერთი მტკიცებულება მარტივად რო ვთქვათ არის კლინიკური სურათი, მეორე მტკიცებულება არის ლაბორატორიული მონაცემები და მესამე არის კერის იდენტიფიცირება. ამას სჭირდება რადიოლოგიური კვლევა, შეიძლება იყოს ეკოსკოპია, შეიძლება იყოს გულმკერდის რენტგენოგრაფია და მივიდე შეიძლება კომპიუტერული ტომოგრაფიამდეც კი საქმე, რომ საბოლოო ჯამში დავწუნდეთ, რომ სიმპტომები, ლაბორატორიული მონაცემები და რადიოლოგიური მონაცემები ნამდვილად ადასტურებს, რომ პაციენტს აქვს ინფექცია და რისკის ქვეშ დგას, რომ გადავიდეს ეს ყველაფერი სეფსისში.